ზემო ალბანის მცხოვრები ქრისტინე ლონგიშვილი 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა მეაბრეშუმეობას დაუკავშირა. უკვე მეორე წელია აბრეშუმის ჭიას ზრდის და ტრადიციული დარგის აღორძინებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ეს საქმე დედასთან ერთად გატარებულ ბავშვობის წლებს ახსენებს, როდესაც ოჯახში აბრეშუმის ჭიას ზრდიდნენ და უვლიდნენ. ამიტომ მისთვის მეაბრეშუმეობა მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ის ოჯახურ მოგონებებთან, ტრადიციებთან და მშობლიურ ფესვებთან დაბრუნებაცაა. დილას ვიწყებ უკვე წინა დღესით გამზადებული ფოთლით, ვიღებ ფოთოლს და უყრი ჭიას. პირველად ცოტა რა თქმა უნდა, მერე ბევრდება, ფურცელიც ბევრდება, ფურცელს ვეძახით თუთის ფოთოლს, ფურცელიც ბევრდება და ასე გადის დღე. შესაბამისად, მე როდესაც დავხედავ და გათავდა ფოთოლი, ვიწყებ, აი შეძლებს დაგვარად, რომ მაშინვე მივახმარო. ყველაზე სასიამოვნო არის, როდესაც პირველად დაინახავ, რომ ეს ჭია აკეთებს აბრეშუმის პარკს. ანუ დაიწყო, ხო? როგორ შემომსერთია და ეს პირველი პარკი უკვე ნიშანია, რომ იწყება სერიოზული საქმე, ანუ პარკის კეთება და მივიღებთ აბრეშუმს. მე წელს მყავს 6 გრამი ჭია აბრეშუმის მური. ვუვლიმას და დაახლოებით 2.5 კილოგრამი უნდა მივიღო. ისე რამდენი გამოდის სადღაც პარკი, ხო? სადღაცა 10-15 კილოგრამი, შეიძლება ცოტა ნაკლები, ნუზუხა ზუსტად. აწილს მე თავად გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამას მე ვმუშაობ თექაზე და ვქმნი აბრეშუმის ისა თექით ვაკეთებ მოსახვევებს და ამაში აუცილებლად ვსვამ აბრეშუმს, ანუ მე ის და ამისთვის დამჭირდება და რაღაც გარკვეულ რაოდენობას ვიტოვებ ჩემთვის და გარკვეულ რაოდენობას ვაბარებ, რომ ცოტა ფინანსურადაც მეხმარება. თუთის ფურცელი მაქვს სახლში და ვსარგებლობ ამით. გარდა ამისა, ასოციაციამ მოგცა ნერგები, 3 ნერგი დავგი, 4 ნერგი და გაიხარა სულ ყველამ და ანუ შემდეგისთვის უკვე გადავდგინდა ბიჯები რომ მქონდეს. გარდა ამისა, ჩემს მშობლიურ ოჯახში არის ეს ფურცელი და ანუ თანხა არ გამდის იმაში, რაც მე საკვებისთვის უნდა დავხარჯო. ფაქტიურად მე არაფერს არ ვკარგავ. და თავისთავად ეს უკვე მოგებას ნიშნავს. პირველ რიგში ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველთაგანვე საქართველოს იმ გზაზე მდებარეობს, რომელსაც ქვია მეაბრეშუმეობის გზა. და ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ აბრეშუმი არის ძვირადღირებული და ეს დარგი შესაბამისად არ უნდა დაიკარგოს. რომ მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს ჩვენმა სახელმწიფომ იმაში, რომ ეს თითო ოროლა მეაბრეშუმები რომ გამოვჩდით ხალისით, ვაკეთებთ, მუშაობთ, მეტი დაინტერესება ჰქონდეს. მე არ ვიძახი რაღაც გრანდიოზულ რამეს, მაგრამ ხარდაჭერა. ახმეტის რაიონი ტრადიციულად იყო მეაბრეშუმეობის რაიონი. ალბათ არ ვიცი გსმენიათ თქვენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ყავდა წარმატებული მეაბრეშუმე ქისტაურიდან ოსანა აივაზაშვილი, შრომის გმირი იყო და გარდა მაგისა, აი თითქმის ყველა ოჯახს, ყოველ ზაფხულს მოჰყავდა აბრეშუმის მური და ეს იძლეოდა იმ დროისათვის საკმაო შემოსავალს. აი მე მახსოვს, ვიცი ოჯახები, რომლებიც ყიდულობდნენ მაგალითად პიანინოს, ავეჯს და აი ასეთ საგნებს. ასე რომ იყო საკმაოდ შემოსავლიანი. პარკსაშრობი ეგრეთ წოდებული შემორჩენილი არის მხოლოდ და მხოლოდ ახმეტის რაიონში, აწყურში ეს ერთადერთი და ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, ითქვა კიდევაც სასურველია, რომ ალბათ რომ ეს ასოციაციას გადაეცეს, იმიტომ რომ ასოციაცია აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ქრისტინე ლონგიშვილი თექაზეც მუშაობს და საკუთარ მოყვანილ აბრეშუმს ხელნაკეთ ნამუშევრებში სხვადასხვა ფორმით იყენებს. ამბობს, რომ თექისა და აბრეშუმის შერწყმა განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის და თითოეულ ნამუშევარს უნიკალურ ხასიათს წენს. მეაბრეშუმე ქალბატონი ცდილობს აჩვენოს, როგორ შეიძლება ტრადიციული დარგის თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა და ახალი ღირებულების შექმნა. სწავლობ მხატვრულ ქსოვილებზე, მაგრამ ამავე დროს მოხალისეობრივად ვეუფლები თექაზე მუშაობას.
აი ეგ წარმოდგენილი ნიმუშები ყველაფერი არის თექის ნიმუშები, ეს არის მატყლისგან წარმოქმნილი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მე ვიფიქრე, სად უნდა გამომეყენებინა აბრეშუმი. აი ამ შემთხვევაში პირველი რაც დავიწყე, ეს არის მოსახვევი მერინოსით არის გაკეთებული და აქვს ელემენტები აბრეშუმის. აი ეს ფერადი შეღებილი აბრეშუმი არის, რომელსაც თვითონ ვღებავთ ჩვენ და გარდა ამისა გავიარეთ აბრეშუმის მუზეუმს, სახელმწიფო მუზეუმში ძალიან ბევრი ტრენინგები, ვორქშოპები და ასე შემდეგ ბევრი რამ გვასწავლეს მათ. აი ნახეთ, ესენი სულ არის აბრეშუმები. გარდა მაგის ითიხებავთ სანამ გადავალთ ქაროტონ ქრისტინა. ითიხებავთ როგორც ძირითადად ბუნებრივი საღებავებით, დიახ, ძირითადად ბუნებრივი საღებავებით. მე უფრო თეთრს ვიყენებ, იცით რა ვიცი, რატომ რაღაც ასე მომწონს და ეს რა ვიცი. აი ამას გაჩვენებთ, ეს მეცვა ღონისძიებაზე ჩემი შექმნილი დიზაინით არის, ესაც მერინოსით არის წულზე კეთდება და აი ნახეთ, ესენი უკვე გაუკეთე აბრეშუმის ელემენტები. აი ხედავთ თქვენ, მე მგონი ჩანს. ნუ თუ მერინოსი არ იქნება, აბრეშუმი ვერ ჩაითელება, ამიტომ რაღაცას უნდა დაედოს ეს აბრეშუმი. და აი ასეთი და ეხლა უკვე ვფიქრობ კიდევ რაში შეიძლება გამოვიყე. აბრეშუმის ჭიას განვითარების 5 ასაკი აქვს. თითოეული ასაკის დასრულების შემდეგ ის კანსიცვლის და შემდეგ ეტაპზე გადადის. ყველაზე ინტენსიურად მე-5 ასაკში იკვებება, როდესაც თუთის ფოთლების დიდ რაოდენობას მოიხმარს და კოკონის დასაწყნავად ემზადება. სწორედ ამ პერიოდში აგროვებს ძირითად საკონტ მარაგს, რომელიც შემდგომ აბრეშუმის პარკის შესაქმნელად სჭირდება. უყურებთ მე-5 ასაკის ჭიებს, რომლებიც უკვე იწყებენ პარკის ახვევას. ნაწილს გამოყვება სჭირდება, ნაწილი უკვე რა ქვიან, აგერ აი ეს უკვე ეძებს რომ დაიწყოს პარკის ახვევა. აი როგორ ხვდებით რომ ეძებს დაიწყოს პარკის ახვევა? აი თვითონ ჭიას რომ შეხედავთ არა, აი ნაღებია, რამის ყვითლად იყურება, აი ყელამდის აქვს მოსული აბრეშუმი და ეხლა ამას როგორც დავადებთ სახს, ეს მაშინვე დაიწყებს, აი აშკარად ეთყობა რომ თხოვლობს. აი აშკარად ეთყობა, აი ამ ჭიას რომ ისევ ცახე უნდა. სხვა ფერის ხდება, ყვითელი ხდება, თეთრი აღარ არის. ეს აბრეშუმის ჭია ითავისუფლებს ორგანიზმს, აქედან თუ რამე წყალი აქვს, ამ წყალს ამოიღებს და უკვე მერე ამოიღებს აბრეშუმი, დაიწყებს ახვევას და აბრეშუმის ჭია დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში აკეთებს გარს და ქმნის პარკს და უკვე მოექცევა შიგნით და შიგნით მოქცევის შემდეგ მერე შიგნიდან მუშაობს და 7 დღის განმავლობაში ამან უნდა პარკი დაამთავროს. და მე უკვე ჩვენ შეგვიძლია 1-2 დღე დავაცადოთ და მე-9 დღეს უკვე სახიდან უნდა გამოირჩეს, უნდა გამოვიღოთ პარკები და დავიწყოთ მისი დარჩევა. გავანთავისუფლოთ ნაბერტყულისგან. ვერ ვახმობთ, უნდა გამოხმეს ეს პარკი, უნდა გამოჩეს, მაგრამ პარკსახმობი აპარატებია, არა გვაქვს ჩვენ რომ გამოვაშროთ და ამიტომ საჭიროა რომ გავყინოთ და გავყინეთ ჩვენ შეგვიძლია რამდენი ხანიც კიდე გაიყინოს, მაგრამ გაყინულ პარკს რასაც გამოვიღებთ, უნდა ის მაშინვე დამუშავდეს. იმისი გაჭერება არ შეიძლება, იმიტომ რომ ის გაყინული მერე უკვე ძალიან ნედლად იქცევა და დააზიანებს პარკს. იმდენი უნდა გამოვიღოთ, რამდენსაც გადავამუშავებთ. აბრეშუმი გამოიყენებოდა და პირველ რიგში ავიაციაში გამოიყენებოდა, პარაშუტებისთვის გამოიყენებოდა თევზსაჭერად ბადეების გასაკეთებლად, გამოიყენებოდა მედიცინაში, რომ შეუცვლელი აბრეშუმი ოპერაციებისთვის აბრეშუმის ძაფს იყენებდნენ, რომელიც საერთოდ ორგანიზმში რამდენი ხანიც კიდე იყოს არ იხსნება, არ აფუჭდება და ძალიან იყო მედიცინაში გამოყენებული და კოსმეტიკაში რა თქმა უნდა, თავის საშუალებებში კი. საქართველოში მეაბრეშუმეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების მიხედვით აბრეშუმის კულტურა ქვეყანაში უკვე მე-5 საუკუნეში იყო ცნობილი, ხოლო არაერთი მკვლევარი და ისტორიული ნაშრომი მის გავრცელებას მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. გადმოცემის თანახმად გორგასალმა ინდოეთიდან აბრეშუმის ჭიის გრენა და მისი მოშენების ცოდნაც შემოიტანა, რამაც საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით აბრეშუმის გზაზე მდებარეობის გამო საქართველო აბრეშუმის წარმოებისა და ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრადაც ჩამოყალიბდა.
მიაბრეშუმეობა საქართველოში გორგასალისგან შემოტანილია, მანამდესაც არის რომ აზრი რომ მანამდესაც იყო შემოტანილი, რომელიც სხვადასხვა ფრესკებზე იყო აბრეშუმით ამოქარგული, მაგრამ გორგასალმა რომ შემოიტანა საქართველოში, ჩვენი ქართველი ქალები ძალიან ნიჭიერი და გონიერები კუსტარული მეთოდით დაიწყეს აბრეშუმის წარმოება და საუკეთესო ნაწარმები შექმნეს, ხალიჩები, ფარდაგები, სხვადასხვა სამოსები, რომელიც საზღვარგარეთ გადიოდა და ძალიან ძვირადღირებული იყო. ამ დროს რომ შეხედა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რომ აბრეშუმის ნაწარმი ესე კარგად ფასობდა, სასწრაფოდ რომ იტყვიან შეიქმნა საქართველოში საგრენაჟო ქარხნების, სასელექციო სადგურები, ძაფის ამოსაღოვე ფაბრიკები და ძალიან განვითარდა საქართველოში მიაბრეშუმეობა და ეს ჩვენი აბრეშუმი, ქართული აბრეშუმი, მსოფლიო ბაზარზე ყოველთვის ოქროს მედლით ბრუნდებოდა. ტოლს არ უდებდა იაპონიას და ჩინეთს. უკეთესი იყო ჩვენი აბრეშუმი და ამ ხარისხს განაპირობებდა საერთოდ ქართულ აბრეშუმს ჩვენი კარგი გამოკვებად, კარგი თუთის ნარგავები, კარგად მოვლა, ეს ყველაფერი არის ხარისხზე დამოკიდებული და რა თქმა უნდა ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერი, საქართველო მაინც განსაკუთრებული ბუნების და განსაკუთრებული ხავის მატარებელია და ასევე ახმეტის რაიონის პარკიც კიდე განთქმული იყო ყოველთვის თავისი ხარისხით და ძაფსახობში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. თელავის ძაფსახობში ბარდებოდა ახმეტაში დამზადებული 85 ტონა პარკს ვამზადებდით ბოლო წლებში და 90-იან წლებმა ძალიან იმოქმედა როგორც სხვადასხვა დარგებზე, ასევე მიაბრეშუმეობაზე, მაგრამ განვითარდა მაშინდელი დარგები, მევენახეობაც განვითარდა, მეცხოველეობაც განვითარდა, მეფუტკრეობაც, მაგრამ მიაბრეშუმეობა ძალიან ჩამორჩა და მეაბრეშუმეთა ასოციაცია საქართველოში 2024 წელს დაფუძნდა და საქმიანობის პირველივე წლებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოახერხა. ასოციაციის წევრებმა უკვე 2025 წელს დაახლოებით 80 კილოგრამი აბრეშუმის პარკი აწარმოეს. დღეს ასოციაცია 48 მიაბრეშუმეს აერთიანებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიაბრეშუმეობის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია არსებული თუთის პლანტაციების აღდგენა და ახალი ნარგავების გაშენება, რაც ნედლეულის ბაზის გაფართოებას და წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. დარჩენილი მიაბრეშუმეები არ ავკარგავდით იმედს და მაინც ფიქრობდით, რომ ეს დარგი არ უნდა დაიკარგოს და უნდა წამოვიდეს და ამიტომ ენთუზიაზისტებმა 2024 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის და ქალთა ოთახის დახმარებით შეიქმნა საქართველოს მიაბრეშუმეთა ასოციაცია 2024, რომლებმაც რა ქვიან პირველ წელიწად ცოტა მცირე რაოდენობით დავამზადეთ პარკი, 2025 წელში უკვე 80 კილოგრამი პარკი დამზადდა 10-12 ოჯახისგან და შემდეგ წელს უკვე ისე განვითარდა და ისე გამოგვეხმაურნენ საქართველოს მიაბრეშუმეები, რომ ეხლა ჩვენ უკვე 48 მიაბრეშუმე გვყავს საქართველოს მასშტაბით 48-დან 39 ოჯახში მიმდინარეობს გამოკვება, რომ აქედან დაახლოებით 12 ოჯახი ილოდება, რომ შეიძინოს პარკი და დაიწყოს სხვადასხვა ნაწარმის გაკეთება. და დანარჩენი ყავს კიდე ისეთი მიაბრეშუმეები, რომლებიც შეისყიდიან და თვითონაც უნდათ რომ და ზოგი მიაბრეშუმე ფერმერი თვითონვე იტოვებს პარკს, თვითონვე შექმნას თავისი მოყვანილი აბრეშუმით სხვადასხვა ნაწარმი. ჩვენ საქართველოს რეგიონში შევქმნით აბრეშუმის გზა, ამიტომ რა ქვიან, ჩვენი ჭიები იკვებება მაშინ ჩოხატაურში იკვებება, ზუგდიდში იკვებება, სენაკში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, თბილისში, საგარეჯოში, გურჯაანში და ახმეტაში ხომ იკვებება და აი ესე ჩვენ ჯერ შიგნით აგზას ვამკვიდრებთ, მიაბრეშუმეებში ახლა ჩვენ ახმეტის რაიონში საკვები ბაზა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს არის ძველი ხეები. ამ ხეებს სჭირდება გადაბელვა. არის თუთის პლანტაციებიც, მაგრამ ამასაც სჭირდება გადაბელვა. მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ ფერმერებს შეუძინეთ თუთის ნერგი და თვითოულმა თავის საკარმიდამო მონაკვეთში დარგეს თუთის ნერგები, რომ თავის საკარმიდამო მონაკვეთში გქონდეს. ახლა ჩვენ უკვე ფიქრობთ
ვცდილობთ, რომ ჩვენ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის დაგვეხმაროს და უფრო მეტი რაოდენობით შემოვიდეს თუთისნერგი და უფრო მეტი რაოდენობით დაირგას მოსახლეობაში. ასევე ძალიან კარგად არის ჩართული სკოლამაც რა გასულ წელსაც მოიყვანა აბრეშუმი და წელს მათ 20 ნერგი დარგა სკოლამ თავის ტერიტორიაზე სკოლის ეზოში, რომ სკოლას თავისი თუთისნერგი ჰქონდეს. მეაბრეშუმეთა ასოციაცია აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართვას მეაბრეშუმეობის სფეროში და სკოლებს აბრეშუმის ჭიის მურს გადასცემს. ეს მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკულად დააკორდნენ აბრეშუმის ჭიის განვითარების პროცესს, გაეცნონ დარგის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და საკუთარი გამოცდილებით შეისწავლონ აბრეშუმის წარმოების საფუძვლები. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივებას და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობას. გასულ წელს ჩვენს სკოლაში შემოიტანეს ეს პროექტი, რომ უნდა მოგვეხდინა აბრეშუმის ჭიაზე დაკვირვება, უნდა მიგვეღო მონაწილეობა მის გამოყვებაში და გაზრდაში, ასე ვთქვათ. შემდეგ ვიყავით თბილისის მუზეუმში, აბრეშუმის ჭიის მუზეუმში და იქ გავეცანით სხვადასხვა საკითხებს აბრეშუმის ჭიასთან დაკავშირებით, თუ რა გზას გადის ის კოკონის ახვევამდე თუნდაც ან მის შემდეგ, როგორ დებს შემდეგ პეპელა მის კვერცხებს და როგორ მიდის ეს პროცესი, როგორ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენ აბრეშუმის ქაღალდიც გავაკეთეთ აბრეშუმის კოკონისგან და ძალიან საინტერესო იყო ეს ჩემთვის და თან ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით ჩართული, მე-10-მე-9 კლასი და ვიღებდით სხვადასხვა ინფორმაციას ვიძიებდით, სხვადასხვა ინტერვიუებს ვატარებდით იმათთან, ვინც აბრეშუმის ჭიას აწარმოებდა და შესაბამისად ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა, რაც პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეაბრეშუმეთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე ძაფსახვევი და საქსოვი დაზგების შეძენა. ამისდით ისინი მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ. მათი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის დაინტერესებაც, რაც წარმოების გაფართოებასა და ქართული აბრეშუმის კომერციულ განვითარებას შეუწყობს ხელს. სოფლიოში როგორც ქართული ღვინო და ქართული ფუტკარი თაფლთან ერთად მაღალი ხარისხით არის ცნობილი, მეაბრეშუმეები იმედოვნებენ, რომ მომავალში ქართული აბრეშუმიც დაიბრუნებს თავის ისტორიულ სახეს და ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. აქვს შენარჩუნებული ზემოხოთ აწყურის პარკსაშრობი, სადაც შესაძლებელია, რომ შემოვიდეს ტურისტი და ნახოს ჩვენი საქმიანობა. ამ წუთში ნახოს ჩვენ როგორი შენარჩუნებული გვაქვს პარკსაშრობი. პარკსაშრობს შეუძლია 20-25 ტონა თავისი დანადგარებით გადაამუშავოს და მან შეიძლება მე ვიტყოდი ვინაიდან ჩვენი მეაბრეშუმეები დღეს უკვე სულ კუსტარული მეთოდით ფიქრობენ, რომ აბრეშუმის პარკი აწარმოონ. მე ვთხოვდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩვენ ხელმძღვანელობას, ჩვენს ხელისუფლებას, როგორმე ისევ ჩვენ ასოციაციას, როგორც ხვები გვიწვდიან დახმარების ხელს, ასევე რა ქვიან, შეგვეძინონ ასოციაციას ერთი ძაფი სამოსახვევი დაზგა, ერთი ძაფი სამოსახვევი საქსოვი დაზგა ისევე, რომ აი ჩვენი ამოხვეული ძაფით ისევე მოიქცოვოს ქსოვილი, რომელიც განთქმული იყო ქართული შიფონი, ქართული მარკიზეთი, ქართული თვითონ აბრეშუმის მატერია და აი ესე დავიწყოთ და თუ მთავრობა ჩვენ ძალიან ბევრი ძალიან კარგი რო ვიტყვიან ბიზნესმენები გვყავს, იქნება ვინმე ბიზნესმენმაც იფიქროს ამ დარგზე და მოკიდოს ამას ხელი და განვითარდეს ისე, რომ ჩვენი ძაფი და ჩვენი ქსოვილი ისევ წავიდეს საზღვარგარეთ და ისევ პირველები ვიყოთ საქართველოს, როგორც სხვადასხვა საქმიანობაშია ჩვენი საქართველოს, აბრეშუმშიც ასევე იყოს. განთქმულია ქართული ღვინო, განთქმულია ქართული თაფლი და ისევ ქართულ აბრეშუმს დაიტოვოს თავისი სახელი და ისევ აღედგენოს. მეაბრეშუმეობის გარშემო ნელ-ნელა ყალიბდება ღირებულებათა სრული ჯაჭვი. ხელნაკეთი ნივთების, საბნების და სხვადასხვა ტექსტილის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ
და ადგილობრივ ტრადიციებს ინარჩუნებენ. დარგის განვითარებასთან ერთად ნედლეულის წარმოება, გადამუშავება, ხელოსნობა და რეალიზაცია ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. საბოლოოდ ეს პროცესი ორგანულად ებმის სოფლად ტურიზმის განვითარებას, რადგან ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება არა მხოლოდ პროდუქტის შეძენა, არამედ მისი შექმნის ისტორიის და ტრადიციული მეთოდების გაცნობაც. როგორ იყიდება ქართული აბრეშუმი და მისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთი თუ აქსესუარი, ამის გასაგებად სიღნაღში, შიდა ბუდბის სახელოსნოში მარიკა ბერუშვილს ვესტუმრეთ. სახელოსნოში ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაცაა. აბრეშუმის კუთხეს ცალკე განსაკუთრებული ადგილი აქვს გამოყოფილი. აღმოჩნდა, რომ ქართული აბრეშუმის ხარისხით აღფრთოვანებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტი. ამჟამად აქ გვაქვს 6 ადამიანის ხელთნაკეთი ნივთები. ყველა დაახლოებით ისეთ ნივთს ქმნის, რომელიც უფრო ტურისტებზე არის გათვლილი. მე კი მემეტება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლო აბრეშუმი. ეს გახლავთ მაგალითად სახის კრემი და საპონი. ნინო ერისთავია მისი ავტორი, რომელშიც გამოყენებულია აბრეშუმი და რა ფორმით? კაპიტონ მარკაი, რა ფორმით ჩემი ნახელავი არ არის და არ ვიცი. ხო, საერთო ჯამში 6 ხელოსნის ნამუშევრები გვაქვს. სამკაულები. ეს ერთი ახალგაზრდა გოგო აკეთებს ნინო, ქუდები. და მაქვს კიდევ ეს არის ძველი მოქსოვილი, ადრინდელი, ეს ახალი არ არის. აბრეშუმის ძაფით მოქსოვილი. ხო, ცოტა ფერით შეცვლილი აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს. ხარეს უფრო მუქი იყო, ხო? მეორე ხარეს თუ მომეჩვენა? ხო, კი. მასე არის, იმიტომ რომ ძველია. ეს შარფიც ეს შარფი არის აბრეშუმი და აბრეშუმზე არის დაპრინტული, ავტორი გახლავთ ლელა. კი ბატონო. ისიც აბრეშუმისგანაა ჩარჩოში ყურძენი მტევანი, ხო? დიახ. ეს ქაღალდები რამე კავშირი აქვს? ამ ქაღალდებზე მხატვრები ხატავენ. ეს თვითონ ქაღალდს არანაირი კავშირი არ აქვს. არა, როგორ არა, ეს აბრეშუმით არის გაკეთებული. დიახ, ასეთი აბრეშუმის ქულა. ეს კეთდება დაახლოებით. და მე წებოთი მაგრდება. კი ბატონო, გასაგებია. კარგი, ესეც აბრეშუმის. სიცოცხლესთან დაკავშირებით რომ მითხრათ, რამდენად ბევრი სტუმარი ყავთ და ინტერეს თუ იჩენენ აბრეშუმის ნაწარმის მიმართ, ქართული აბრეშუმის ნაწარმის მიმართ, თქვათ. თქვენ აქ სხვა ტიპის აქსესუარებიც გაქვთ, ხო? ნივთები არის ძალიან ბევრი. მაინტერესებს თუ გამოარჩევენ ხოლმე, მათ თვალთახედვის არეში თუ ხდება აბრეშუმი. საერთოდ ყველაფერი ხელთნაკეთი გვაქვს. და კი, ყველა ინტერესდება, ყველა მოდის ამ კუთხეში, ათვალილებს, შეკითხვებსაც მისვავენ ხოლმე და როგორც შემიძლია ვპასუხობ. და სხვათა შორის მაისის თვეში ძალიან ბევრი აბრეშუმის ნივთი გაიყიდა. მე ვნახოთ, მე მგონი რომ უფრო მეტი გვექნება, წელს რომ მოსავალს აიღებენ, ბევრს იმუშავებენ და უფრო მრავალფეროვანი გვექნება და იმედი მაქვს მყიდველიც მეტი იქნება. დაკვირვებით რომელი ქვეყნის უფრო თუ დაკვირვები ხართ, თქვა, საინტერესო მაგალითად ჩინელები თუ იჩენენ ინტერესს ქართული აბრეშუმის ნივთებთან. ვერ გეტყვით. ნამდვილად არა მაქვს ეგ დაკვირვება, რომ კაი ბატონო, სხვა რაღაცა რამე თუ შეიძლება მითხრათ, ისეთი შეიძლება მე ვერ გკითხეთ, უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცი. და ხო არ გინდათ რამე ისეთი თქვათ, რაც გამოგჭა ასოციაციაზე თუნდაც, რა ვიცი. ხო არ არის რამე ისეთი. ასოციაციას მადლობას მოვახსენებ მარტო ჩემი სახელით, კი არა, ქვეყნის სახელით, რომ ჩვენ ეს წარმოება ისე გავანადგურეთ და ეხლა პირველი ნაბიჯია და იმასთან მოსატანიც არ არის ეხლა რაც აკეთდება, მაგრამ მაინც მიხარია, რომ რაღაცა პირველი ნაბიჯები არის და ღმერთმა ქნას იმ მასშტაბზე ვერ გავალთ, რა თქმა უნდა, ეხლა იმხელა კონკურენცია მსოფლიოში, მაგრამ
რაღაცა მაინც რო გაკეთდეს, რომ სულ რო არ გაქრეს საქართველოში მეაბრეშუმეობა, ესეც უკვე სასიხარულოა. ჭიაც მოვიყვანე, პარკით მქონდა და რასაც ხმარობ, ჩემივე აბრეშუმს ხმარობ. სახელოსნოში სართავი ჯარაცაა, რითაც ვიზიტორებს მალე მასტერ-კლასებს შესთავაზებენ. ძაფის დართვის პროცესი საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა. და სამომავლოდ შეიძლება რომ საჩვენებელ გაკვეთილებზე სტუმრებიც მივიღო და სხვებსაც ვანახო და ვასწავლო. კარგი, ამ ეტაპზე მარიკა რა ტიპის მასტერ-კლასებს თავაზობ დაინტერესებულ პირებს? აქამდე ვაკეთებდი ხოლმე თექაზე. ეხლაც შეიძლება რომ თექისა და აბრეშუმის კომბინაციით ერთად აი ეს ხელთათმანებია, ის შეგახედებთ როგორი ხმარება. ძალიან ლამაზია. და შეიძლება რომ ხელთათმანების გაკეთება გააჩნია ტურისტს რამდენი დრო ექნება. შეიძლება ტელეფონის ჩასადები გავაკეთოთ. აჰა. აი დაახლოებით რა დრო ჭირდება მაგას? აი თქვა საათნახევარი საკმარისი არის, ძალიან რომ არ ვიჩქაროთ, საათნახევარი საკმარისია. გააჩნია თვითონ ვინც სწავლობს, ვინც აკეთებს, როგორი მოხერხებული არის. ზოგს უფრო ცოტა დრო სჭირდება, ზოგს ბევრი, მაგრამ საათნახევარი მაინც საკმარისი იქნება. ეს კომბინაციაზე მომიყევით ახლა როგორ მეგობრობენ თექში? ძალიან კარგად მეგობრობენ თექა და აბრეშუმი ერთად. აი ეს მაგალითად არის ჩვენი აბრეშუმი. ჩვენი ძველი ქუთაისის ფაბრიკის აბრეშუმია. იმ დროს, როცა თურმე ამ 80-იან წლებში 50 მილიონი კვადრატული მეტრი აბრეშუმი იქსოვებოდა საქართველოში. აი ვერც წარმომიდგენია იმხელა რაოდენობა. ეხლა მადლობა ამ ასოციაციას, რასაც აკეთებენ, ამ პირობებში ესეც სასიხარულოა. ნამდვილად. აი ესეც აბრეშუმი და თექა არის ერთად. აი ესეც აბრეშუმი და თექა არის ერთად. აბრეშუმი და მატყლი. მეაბრეშუმეობის განვითარებას მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს. თუ დღეს საქართველო წარმატებით ავითარებს ღვინის გზას, ხოლო ეტაპობრივად ყალიბდება ჩაის გზაც, ლოგიკურია, რომ მომავალში აბრეშუმის გზის ტურისტული მიმართულებაც განვითარდეს. ამის საფუძველი ქვეყანას ნამდვილად აქვს. საქართველო ისტორიულად დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა და დამაკავშირებელი რგოლია.
ქართული აბრეშუმი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, რაც მის განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ადასტურებს. მეაბრეშუმეობის აღორძინება არამხოლოდ დარგის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, რეგიონების პოპულარიზაციას და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასაც. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეაბრეშუმეობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის, ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის გაძლიერებას და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას. სწორედ ამიტომ მეაბრეშუმეები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორის და საზოგადოების მხარდაჭერით ეს მრავალსაუკუნოვანი საქმიანობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს. იქნებ ქართული აბრეშუმიც მალე იმ ბრენდებს შორის დავინახოთ, რომლითაც საქართველო მსოფლიოს ამაყად ეცნობა.